თემურ ქეცბაია დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ინიშნება. იმ რეალობაში, რომელშიც დღეს არსებობს ქართული საკლუბო ფეხბურთი და მათ შორის თბილისის დინამო, ეს ამბავი ალბათ არის საუკეთესო, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, საქართველოს ჩემპიონატში აქამდე არ მუშავია მწვრთნელს, რომელსაც ჰქონდეს გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გაყვანის. თემურ ქეცბაიას კი მოგეხსენებათ 2008-9 წლების სეზონში კვიპროსის ანერთოსის იყავს ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანილი. მაშინ ჟოზე მაურინიოს მილანის ინტერი და ვერდერი ყავდა ჯგუფში. არც ერთი შეხვედრა არ წაუგია სხვა შორის საშინაო მინდორზე ჩემპიონთა ლიგაში და მხოლოდ 2 ქულა დააკლდა იმისათვის, რომ გასულიყო პლეი-ოფში. სხვათა შორის იმ გუნდში საქართველოს ნაკრების მოქმედი ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მამა თამაშობდა. გარშემო სეზონი დინამომ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ადგილზე დაასრულა და მოიპოვა კონფერენს ლიგის საგზური, საფხულში მოუწევს შესარჩევის თამაში და ვის თუ არა თემურ ქეცბაიას აქვს შესაძლებლობა და შეუძლია რეალურად რომ დააბრუნოს ქართული კლუბი ევროსარბიელზე. მისი გამოცდილება, მისი ავტორიტეტი ჩემი აზრით ზუსტად ის არის, რაც დღეს სჭირდება ქართულ საკლუბო ფეხბურთს და კერძოდ დინამო თბილისს. ერთი სიტყვით, წარმატებები თემურ ქეცბაიას, წარმატებები დინამოს და ზოგადად ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ჩვენი მხრივ კი შევეცადოთ ვიაროთ სტადიონზე. უგულ შემატკივროთ და ერთად გამოვაცოცხლოთ ქართული საკლუბო ფეხბურთი.